გარგარის სეზონმა ისე როგორ უნდა ჩაიაროს, რომ ეს საოცრად არომატული კექსი არ გამოვაცხოთ. და დღეს ჩვენ ვაცხობთ გარგარის კექსს. გარგარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაშლ ატამით, ქლიავით, მსხლით. ხილი არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი და გადამწიფებული. თუმცა გარგარის სულ სხვა არომატი აქვს და კექსი გამოდის ძალიან გემრიელი. აი ასეთი ფუმფულა და არომატული კექსი უნდა გამოვაცხოთ. არხი თუ ჯერ გამოწერილი არ გაქვთ, ეს ის მომენტია, რომ გამოიწეროთ. ასე დავჭერი და მოვამზადე გარგარი, ეს დროებით გვერდზე გადავდგათ და შევუდგეთ ცხობას. გამოვიყენე 150 გრამი არაჟანი, 150 გრამი გამდნარი კარაქი. უნდა ვიცოდეთ, რომ როცა კარაქსა და არაჟანს ერთად ვიყენებთ, კექსი გამოვა შედარებით ნოტიო, სასიამოვნოდ ნოტიო გამოდის. თასში მოვათავსოთ 3 კვერცხი. დავამატოთ მწირკვი მარილი. აქვე ვამატებ ვანილს. 200 გრამი შაქარი. შაქარი და კვერცხი კარგად უნდა გავთქვიფოთ, მასა უნდა თითქმის გასამაგდეს და გათეთრდეს. ასეთ თქვეფაში მასა რო ჰაეროვანი ხდება, შაქარიც დნება და მივიღებთ სასურველ შედეგს ცხობაში. უკვე კარგად გათქვეფილ კვერცხის მასაში ვამატებ 150 გრამ არაჟანს. გამოვიყენე დაბალპროცენტიანი არაჟანი. აქვე დავამატოთ 150 გრამი გამდნარი კარაქი. ცოტა შევურიოთ ერთმანეთს, მე მიქსერის დაბალ სიჩქარეზე შევურევ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის ან სილიკონის კვოვზი. მაქვს უმაღლესი ხარისხის 300 გრამი ფქვილი. ფქვილი ან წინასწარ გაწერით, ან ასე დააწერით კვერცხის მასას, როგორც მე ვაკეთებ. არხი თუ ჯერ გამოწერილი არ გაქვთ, ეს ის მომენტია, რომ გამოიწეროთ. ფქვილს ვამატებ ერთ სავსე სუფრის კვოვს გამაფხვიერებელს. ფქვილი კარგად უნდა შევურიოთ კვერცხის მასას. შეგიძლიათ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე შევურიოთ, ან ხის ან სილიკონის კვოვზით შევურიოთ. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი ცომი, გაუხსნელი ფქვილი არ უნდა დარჩეს. მე მიქსერის დაბალ სიჩქარეზე შევურიე, ხოლო ბოლოს ყოველთვის სილიკონის ან ხის კვოვზით ვურევ, განსაკუთრებით ფსკერზე, რომ დავწმუნდე ერთგვაროვანია თუ არა ცომი. აუცილებლად დააკვირდით ცომის სისქეს, აი ასეთი ბლანტი ცომი გვაქვს. საცხობი ფორმა წინასწარ მოვამზადე, მოუსვი ცოტა ცხიმი, მოვაყარი ფქვილი, აუცილებლად ზედმეტი ფქვილი გადმოფერთხეთ. მოვამზადოთ ცომის ჩასასხმელად, ასე მოვალაგებ გარგარს. ფორმის ზომებს ვიდეოს აღწერაში მიუთითებ. ჩავასხათ ნახევარი ცომი და გადავასწოროთ. ზოგადად არხზე ყველა ვიდეოს აღწერაში მითითებული მაქვს რეცეპტით და ცხობის რეჟიმიც. ცხობის წინ თუ რამე შეკითხვები გექნებათ, აუცილებლად მომწერეთ და დააზუსტეთ. მოვაყარე კუბიკებად დაჭრილი გარგარი. სულ 300-400 გრამი გარგარი დამჭირდა არც. შეგიძლიათ სხვა ხილიც გამოიყენოთ, თუმცა როგორც გითხარით, არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი და გადამწიფებული. ასეთ შემთხვევაში ხილს აუცილებლად უნდა მოვაყაროთ სიმინდის სახამებელი. გადავიტანეთ ცომის მეორე ნახევარიც და კარგად გავშალეთ თანაბრად. ცხობა წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე 35-40 წუთი. შეწითლებამდე, შეიძლება მეტი დროც დასჭირდეს. საცხობის კარები ოდნავ გამოახეთ და ჩხირზე გასინჯეთ. არ უნდა ამოჰყვეს ცომი, ჩხირი უნდა ამოვიდეს მშრალი. აი ასე ცხელ-ცხელი გადმოვდგი მე და აი ასე ჩხირით უნდა გავსინჯოთ, ოღონდ ღუმელში, სანამ გადმოვდგამთ. თუ თქვენი კექსი უკვე კარგად შეწითლდა და ჩხირს ცომი გამოყვა, მშრალი არ არის, ესე იგი მაღალი ტემპერატურა გაქვთ და უნდა დაუწიოთ. სხვა დროისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ, ყველა ღუმელი არის ინდივიდუალური. არასდროს ცხელ-ცხელი კექსი არ გამოიღოთ ფორმიდან, განსაკუთრებით თუ ახალი ფორმა გაქვთ შემსავლით და არ იცით რა შედეგი მოჰყვება. ამიტომ 5 წუთი მაინც შეაგრილეთ. გვერდები და ფსკერი მოსინჯეთ, ჩამაგრებული ხუმ არ არის. სხვა ვიდეოში გაჩვენებთ ფსკერი როგორ უნდა მონიშნოთ, არის თუ არა ჩამაგრებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჩამაგრებულია და ასე ამოატრიალებთ, ის ნაწილი აუცილებლად ფორმაში დარჩება. თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ, აი ასეთი საოცარი კექსი გამოგივათ. ეხლა ეს უნდა დავტოვოთ რკინის ბადეზე,
სრულ გაციებამდე. ამას შეგიძლიათ შაქრის ფხვნილი მოაყაროთ, ან გარგარის კურდი, კრემი მოამზადოთ და ის გადაუსვათ, ან სულაც თეთრი შოკოლადი მოაწუზოთ. თუმცა მე საერთოდ შაქრის ფხვნილიც არ გამხსენებია, ერთი სული მქონდა, როდის გასჭირდებოდა დავჭრით და დავაგემოვნებდი. გაციებასაც ვერ ველოდები, ნელთბილს ვჭრი ხოლმე, ისე საერთოდ კექსი მეორე დღეს უფრო გემრიელია ხოლმე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი კექსი არის გარგარის არომატით, აი ესეთი ნოტიო, სასიამოვნო ნოტიო კექსია არაჟანის დახმარებით. ასეთი კექსები ჩვენთან მეორე დღემდე არ არჩება. აუცილებლად მოამზადე და თქვენი საყვარელი კექსის რეცეპტი გახდება. ვიდეოს მოწონება და გაზიარება არ დაგავიწყდეს, რახან აქამდე გამომყევი დარწმუნებული ვარ, რომ არხი გამოწერილი გექნება, მე კი თქვენ ახლა დროებით დაგემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.